და მარტივად განხორციელდეს. ამიტომ ტყუპებს ამაში დაეხმარებიან მეგობრული და რაც უფრო მეგობრული ურთიერთობები გექნებათ დიდი დოზით, აი ამ კვირაში ტყუპება და კომუნიკაცია მით უფრო მეტი იდეა მოვა. შეიძლება უშუალოდ მეგობარი არ დაგეხმაროთ, მაგრამ მათთან კომუნიკაცია ენერგეტიკული თვალსაზრისით თქვენთან მოიტანს რაღაცა იდეებს, გამოსავალს, რომელიც მაგალითად აქამდე შეიძლება რომ გაიწელა და ვერ პოულობდით. პიროვნული ზრდისა და განვითარების თვალსაზრისით ტყუპებთან კარგი პერიოდია, ახალი რაღაცის სწავლის დასაწყებად, ან ახალ ეტაპზე თუნდაც გადასაყვანად უკვე არსებული პროფესიის და თქვენი პროფესიონალიზმის გაღრმავებისთვის ჰარმონიული პერიოდი არის ეს კვირა ტყუპებისთვის და ჩემი რჩევა იქნება ტყუპება, რომ მაქსიმალურად პროდუქტიულად გამოიყენოთ, სიახლეებისთვის იყოთ მზად და ენერგია, რომელიც მოვა, მაქსიმალურად თქვენი მიზნების და გეგმების განხორციელებაში გამოიყენოთ, თუმცა არ ღირს მარტო მოქმედება, ჯობია რომ დაიხმაროთ მეგობარი, პარტნიორი ან ვინმე თანამოაზრე, ვისაც შეიძლება რომ კონკრეტულ პროექტში რის წამოწყებასაც აპირებთ, იგივე ინტერესები ქონდეთ და როგორც თანამოაზრე ან ბიზნეს პარტნიორი მაგალითად დაიხმაროთ, ასევე კარგი პერიოდი არის ტყუპებთან საბუთებთან დაკავშირებული საკითხების გადასაჭრელად, კონტრაქტების გასაფორმებლად, ახალი საქმეების წამოსაწყებად და ზოგადად კარგია ტყუპება თუ გაემზადებით სიახლეებისთვის და ის შინაგანად ენერგეტიკული თვალსაზრისით საკუთარ თავს გაამზადებთ ახალი ცხოვრების მისაღებად. ეს კვირა ნამდვილად გაძლევთ ამის შანსს და მაინც მოვა სიახლეები, ამიტომ თუ მზად იქნებით შინაგანად ეს ვთქვათ ამისი მიმღებლობა გექნებათ, მით უფრო მეტ სიკეთეს მიიზიდავთ და ჰარმონიულ კარმას გამოიმუშავებთ თავისთავად. გადავიდეთ კირჩხიბზე. კირჩხიბებთან შეიძლება იყოს მომავალი კვირის მანძილზე საკმაოდ რაღაცა ბევრი პასუხისმგებლობები, სამსახურეობრივი პასუხისმგებლობები განსაკუთრებით,